განათლებულ და შეცლებულ ოჯახში დაბადებული ელიზაბეთ ბლეკუელი თავადაც ღრმად განსწავლული გახლდათ. ოჯახის წევრების მსგავსად, ისიც ყოველთვის სხვების დახმარებას ცდილობდა. ელიზაბეთი ინგლისში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი მალევე წავიდა ემიგრაციაში და ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამამისი, სამუელ ბლეკუელი, აბოლიციონისტი და სამოქალაქო აქტივისტი იყო. იგი ადრე გარდაიცვალა, რამაც ოჯახზე თავისი კვალი დატოვა. ელიზაბეთმა და მისმა დამ ემილიმ გახსნეს სკოლა. ამასთანავე ის ასწავლიდა კენტუკიში, ჰენდერსონსა და კაროლინაში. შემდეგ მედიცინით დაინტერესდა. ერთხელ მეგობარმა უთხრა, რომ ის ვერ იქნებოდა მამაკაც და ექიმი, რადგან ვერ შეძლებდა ამას. ელიზაბეთმა ზუსტად მისი სიტყვების შემდეგ გადაწყვიტა მედიცინის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. თითქოს ამით პასუხს გასცემდა მეგობრის ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით. სწავლის დაწყება მისთვის სულაც არ აღმოჩნდა მარტივი. ყველა სამედიცინო სკოლა უარს ეუბნებოდა, მიიჩნევდნენ, რომ ქალს ეს საქმე არ შეეფერებოდა. ბოლოს ნიუ-იორკში მდებარე ჟენევის სამედიცინო კოლეჯმა მიიღო, რადგან ფიქრობდნენ, რომ მაინც არ დაესწრებოდა ქალი სტუდენტი ლექციებს. მისთვის სწავლის პერიოდი ძალიან რთული იყო. ავიწროებდნენ და რიყავდნენ. მამრობითი სქესის სტუდენტები, ასევე ლექტორები. ელიზაბეთი ყველა ლექციას დაესწრო. ამ ყველაფერს გაუძლო და 1859 წლის იანვარში შეერთებულ შტატებში გახდა პირველი ქალი, რომელმაც დაამთავრა სამედიცინო სკოლა და მოიპოვა ხარისხი. ელიზაბეთმა ბავშვებისა და ქალების სამკურნალოდ კლინიკის გახსნა გადაწყვიტა. ფარდის დაქირავებაზე ყველა უარს ეუბნებოდა, ამიტომ სახლში გახსნა კლინიკა. მეტი გამოცდილების მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა და სამშობიაროში მუშაობდა. იქ თვალის ინფექცია განუვითარდა და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ დასთან, ემილისთან ერთად ღარიბებისთვის გახსნა ლაზარეთი. მათ სჯეროდათ, რომ ჰიგიენური პირობების დაცვით ხალხს არაერთი დაავადებისგან იხსნიდნენ. 1852 წელს დაწერა ლექციების სერია, სახელწოდებით ცხოვრების კანონები, რომელშიც განსაკუთრებულ მითითებებს იძლეოდა გოგონების ფიზიკურ აღზრდასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ამზადებდა სამხედრო ექცნებს. 1875 წლიდან ლონდონის ქალთა მედიცინის კოლეჯის პროფესორი იყო. მოგვიანებით ფლორენს ნაიტინგეილთან ერთად გახსნა სამედიცინო სასწავლებელი და სხვა ქალებისთვისაც შესაძლებელი გახადა სამედიცინო კოლეჯში სწავლა. დღესდღეობით მედიცინის სტუდენტების 50% ქალია.